მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის უსაფრთხო კუთხის რიგით მე-6 პოდკასტი, 2025 წლის პირველი პოდკასტი, შეიძლება ასე ითქვას. პირველი პოდკასტი შუმების გარეშე, შეამჩნევთ ახალი მიკროფონები გვაქვს. ნამდვილად. და დღეს ჩვენი სტუმარია GeoSafety-ს გენერალური დირექტორი კახა დათიაშვილი. ასეთ მაჟორულ ნოტაზე მოგესალმებით, კახა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოსვლისათვის, რომ გამონახეთ დრო გვესტუმრე დაფასებისათვის. ვფიქრობ ძალიან საინტერესო პოდკასტი გვექნება. რა დამაყურებელიც ისიამოვნებს საინტერესო თემებით. კი ბატონო, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება სფეროს უწყობს მაქსიმალურად ხელს განვითარებისთვის და მეც მიხარია, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ და შემიძლია ჩემს კომპანიაზე ვისაუბრო უფრო დაწვრილებით. GeoSafety-ზე ვისაუბროთ, კახა. განვითარების ეტაპები კომპანიის რომ მოგვიყვე, ვინ არიან დამფუძნებლები და დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ გაშალეთ თემა როგორც თქვენთვის იქნება კომფორტული. კი ბატონო, კომპანია GeoSafety დავაფუძნეთ 2019 წელს მე და გონამ გრიგოლიამ. ესე ვთქვათ, ერთ-ერთი პიონერი კომპანია ვართ შრომის უსაფრთხოების ბაზარზე. და განვითარების ეტაპებზე რას ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ესე ვთქვათ პაკეტები დაყო სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით და ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მომსახურების სეგმენტზე, რომელზეც სხვა კომპანიებს არ ქონდათ აქცენტი გაკეთებული. უფრო მეტად სხვა კომპანიები ცდილობდნენ, რომ პარტნიორობა გაეჩინათ, თქვათ, მძიმე მავნესაში პირობებიან ობიექტებთან, ჩვენ უფრო საშუალო რისკის შემცველ ობიექტებთან და დაბალი რისკის შემცველ ობიექტებთან ვცდილობდით, რომ დაგვეწყო პარტნიორობა. აღნიშნულმა ესე ვთქვათ, მიდგომამ გაამართლა საკმაოდ პირველივე წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა პარტნიორების შევიძინეთ, ისეთ კომპანიებთან დავპარტნიორდით, როგორიც არის, თქვათ, TBC ბანკი, აჭარა გრუპი, Liberty ბანკი, VTB ბანკი, ბაზის ბანკი, თქვათ, მომსახურების სეგმენტში, ბანკებს რო გავანებოთ თავი, თქვათ, ნაბეღლავის საწარმო და ასე შემდეგ. საკმაოდ ბევრი ისეთი პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც ესე ვთქვათ, დღემდე ჩვენი პარტნიორი არის და წარმატებულად განვაგრძობთ პარტნიორობას. ახსენე თავიდანვე ის, რომ როდესაც იწყებოდა შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, კომპანიები და სპეციალისტები აკეთებდნენ აქცენტს მძიმე მავნეს საშიშროებიან სამუშაოზე. ეს გასაგებია ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი საფრთხე არის არსებულ ობიექტებზე, მაგრამ თქვენი მიდგომა, რომ გაგეკეთებინათ სწორება მომსახურების სექტორზე, ეს უბრალოდ მაგ პირობების გამო იყო მარტო განპირობებული თუ უბრალოდ რაღაცა გათვლას ჰქონდა ადგილი, რომ უფრო რთულია პირობითად მომსახურების სექტორში ადამიანი დაარწმუნო, რომ საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს და იყოს იმის რისკი, რომ დაშავდეს თუ უბრალოდ საერთაშორისო პრაქტიკამ გიფიცგა, რომ მომსახურების სექტორზე გაგეკეთებინა აქცენტი. პირველ რიგში მსგავს სეგმენტს არავინ არ ემუშავებოდა და ესეც რა თქმა უნდა ინტერესის საგანი გახდა. მეორე ის იყო, რომ არ იყო სათანადო კადრების რაოდენობა, რომელიც შეძლებდა, რომ ბევრ მძიმე მავნესაში პირობებიან ობიექტს გამკლავებოდა. შესაბამისად, ჩვენი რესურსი რაც იყო თავარი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი კომპანია და პარტნიორი გაგვეჩინა იმ რესურსით, რაც ჰქონდა და არასდროს შეფერხება არ ჰქონდა, ესე ვთქვათ, პარტნიორის აყვანაში და არ გვეთქვა უარი არც ერთი, ესე ვთქვათ, დაინტერესებული კომპანიისთვის. მადლობა, გულწრფელი პასუხი იყო ნამდვილად. ეთანხმები, იდეაში 2025 წელსაც რთულია და უფრო დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის რთულია, რომ დაბალი რისკის სექტორი და საშუალო რისკის სექტორი დაარწმუნოს იმაში, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნამდვილად აუცილებელია. და წარმომიდგენია 2019 წელს როგორი რთული იყო ეს ყველაფერი და რა გამოწვევების წინაშე იდგა GeoSafety აი ამ წლებში, ესეც რომ გავიხსენოთ კახა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი გვაქვს იმაში, რომ ინფორმირება გავაკეთეთ ბიზნესის ამ კანონის შესახებ, დავარწმუნეთ ძალიან ბევრი კომპანია, რომ მსგავსი კანონი არსებობდა. ძალიან ბევრს გავაცანით საკანონმდებლო მოთხოვნები, ცნობიერება გავზარდეთ ბიზნეს სეგმენტში და საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს იმაში, რომ დღეს ფაქტიურად ძალიან ბევრი კომპანია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აი ამ სეგმენტში, მომსახურების სეგმენტში, შრომის უსაფრთხოების ნორმებს ასრულებს და მიყვება საკანონმდებლო მოთხოვნებს. აი კიდევ ერთი კითხვა გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა ბრენდს, წარმატებული ბრენდის უკან დგას, რაცა მინიმალისტური და სამახსოვრებელი რებრენდინგი. GeoSafety-საც აქ რაღაცა თავისი გამორჩეული მინიმალისტური, მაგრამ გამორჩეული სახე, რომელსაც ჩვენ სფეროში ყოველ შემთხვევაში შეიძლება გვიყურებდეს მაყურებელი, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს შრომის უსაფრთხოება რა არის, ან ახალი ფეხშედგმულია, მაგრამ ძველებისთვის
ძალიან მარტივი მისახვედრია, როცა ვხედავთ ლოგოს GeoSafe-ს, რომ ეს არის GeoSafe-ი. რა უძღოდა წინ ამ ლოგოს, თუ აქვს რამე ისტორია და თვითონ სახელს GeoSafe-ს, ანუ რატო გადაწყდა რომ GeoSafe-ი ქმეოდა კომპანიას რა, ესეც თუ აქვს რაიმე საინტერესო ისტორია ამ ყველაფერს. ნუ სახელთან დაკავშირებით იმდენად საინტერესო ისტორია არ აქვს, მაგრამ მარტივი ისტორია გვაქვს. ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც სამწუხაროდ ეხლა აღარ პარტნიორობთ, მისი მოფიქრებულია სახელი, მაგრამ ლოგოს და ბრენდირებას ნამდვილად აქვს საინტერესო ისტორია. ესე ვთქვათ, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ ლოგო და ბრენდირება უნდა ყოფილიყო შესაბამისი, რა მასშტაბსაც ესე ვთქვათ, გათვლა მქონდა და მინდოდა რომ საუკეთესო ბრენდირება ქონოდა, ლოგო, ყველაფერს ეს ყველა დეტალს ვაქცევდით ყურადღებას და ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ესე ვთქვათ, Livingstone-ის art დირექტორმა იმუშავა ჩვენი ლოგოსა და ბრენდირებაზე თავიდან ბოლომდე და დაახლოებით 2 თვე მუშაობდა ამ პროექტზე, 2 თვის შემდგომ, როდესაც ვნახე პროექტი და გადმოგზავნა, ძალიან ყოფილი დაურჩი და იმის მერე რეკომენდაციას უწევ მათ როგორც ფრილანსერებს, ესე ვთქვათ, ყველა. კახა, მე მაინტერესებს შენეული დაკვირვება დღევანდელ შრომის საფრთხეების ბაზარზე, იმის შესახებ თუ როგორ განსაზღვრავთ GeoSafety-ში მომსახურების ფასებს. დღეს იდეაში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევაა საკონსულტაციო კომპანიებისთვისაც და ფიზიკური პირებისთვის რელევანტური ფასის დადგენა. სხვადასხვა სეგმენტებზე, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სეგმენტები, ესე ვთქვათ, რისკების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით განისაზღვრება სხვადასხვაგვარად, ვის რა ყურადღება ჭირდება, რამდენი დრო ჭირდება სპეციალისტის, რა ჩართულობა დაჭირდება ადმინისტრაციის, ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასების სკალა, ესე ვთქვათ, რა რესურსი შეიძლება დაჭირდეს საერთო რესურსიდან ერთ თითოეულ კომპანიას და შესაბამის საფასურს ვადგენთ თითოეული კომპანიისთვის. ყველა კომპანიისთვის, ესე ვთქვათ, ინდივიდუალურად დგება საფასო პოლიტიკა, პროცედურული გეგმა და ასე შემდეგ. ხშირია ქართულ ბაზარზე, რომ გარკვეული პირები, ფიზიკური პირები აგდებენ ხელოვნურად ფასებს, რაც ალბათ საკონსულტაციო კომპანიებზეც საკმაოდ მოქმედებს. იმიტომ რომ თქვენ თუ სთავაზობთ X თანხას, ისინი სთავაზობენ ამ X თანხის ნახევარს და შემდეგ რა თქმა უნდა მომსახურებასაც ვერ უწევენ შესაბამისად. მაგრამ ეს საერთო ბაზარზე და საერთო ამინძზე საკმაოდ ცუდად აისახება. ან ისიც არის, რომ ცოტა გვიან ხვდებიან კომპანიები, რომ უკვე ცუდ ხარისხზე არის. ინსპექტირების დროს ხვდებიან ძირითადად ინციდენტების დროს. კი, ნუ პრობლემა დღეს ის არის, რომ ბიზნეს სუბიექტების კვალიფიკაცია ამ სფეროში არ არის მაღალი. ყოველთვის ფიქრობს, რომ უბრალოდ სპეციალისტი უნდა ყავდეს, ან კომპანია უნდა ყავდეს, შემდგომ რა მოთხოვნები აქვს კომპანიის მიმართ ან სპეციალისტის მიმართ, კანონის მიხედვით რა უნდა აკეთოს ამ სპეციალისტმა, რა მოვალეობები უნდა აკეთოს, ამის კონტროლი ძირითადად არ ხორციელდებოდა ხოლმე, თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ ყველა საჩვენა, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც გაცილებით დაბალფას, ესე ვთქვათ, სთავაზობენ კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საფასურს იხდიან, ჩათვალეთ, რომ ეს თანხა ფაქტიურად ტყუილა არის გადახდილი, იმიტომ რომ ფორს მაჟორისას, ინციდენტისას, ინსპექტირებისას ასე შემდეგ ის კომპანია მაინც დგება იგივე პრობლემების წინაშე, როგორც დადგებოდა თქვა სპეციალისტის გარეშეც, თუნდაც. ბევრჯერ ყოფილა მსგავსი кейსი და შემდგომ უკვე ხდება კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიებიდან არჩევნის გაკეთება. ბევრია შენი ხედვით ეგეთი კომპანია დღეს ბაზარზე, საკონსულტაციო გულისხმობ ფიზიკურ პირებს თავი გავანებოთ, სადაც თუნდაც მომსახურებით გაწმილებული ოპერატორი იპოვის იმ ხარისხს, რა ხარისხიც რეალურად მას სურს. სახელები შეგვიძლია არ ვთქვა, აი დაახლოებით რამდენი იქნება შენი აზრით? 3, 4, 10, 20 რა. მე ვფიქრობ, რომ ყველა სხვადასხვა მიდგომა აქვს, არის რამოდენიმე კომპანია, რომელიც ყველაზე, ასე ვთქვათ, ხარისხიანად მუშაობს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი რაც არის და ჩვენ თითქოს შეგვიძლია, რომ ვთქვათ, გამოვყოთ ჩვენი უპირატესობები საკონსულტაციო კომპანიებთან შედარებით, ან თუნდაც ბაზარზე ერთად გამოვურჩევით, ეს არის 3 რგოლის ჩართულობა, ეს არის ტექნიკური მომსახურე პერსონალი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ყავს, მენეჯმენტის ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ვადებს, კოორდინაციას, ყველაფერს და ბიზნეს მოდელზე იღებს პასუხისმგებლობას, ანუ კოორდინაციაში რაც გულისხმობ კომპანიასთან ურთიერთობისას ყველაფერი კომუნიკაციის დონეზე ელექტრონული ფოსტით დაწყებული ყველა ესე ვთქვათ გაფრთხილებით თუ ასე შემდეგ არის გაკონტროლებული და მესამე იურიდიული
სამსახური, რომელიც ყოველ საკმაოდ ძლიერი, ნებისმიერი ინციდენტისას, ნებისმიერი ინსპექტირებისას დაუყოვნებლივ რეაგირებას ვახდენთ, პლუს მუდმივად ესე ვთქვათ, მივყვებით ტენდენციებს, პრაქტიკა გვაქვს ძალიან დიდი წელიწადში დაახლოებით 200-მდე ინსპექტირებას გავდივართ და როდესაც კანონი ესე ვთქვათ, იცვლება, ინსპექტირების პრაქტიკა იცვლება და ასე შემდეგ, პირველი ჩვენამდე მოდის ინფორმაცია და შემდგომ ნერგავთ პარტნიორ კომპანიებში, რაც აი მაგალითად წელს 200-მდე ინსპექტირება გავიარეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა კომპანიებზე და არც ერთი სანქცირება არ დაფიქსირებულა, სადაც ესე ვთქვათ, ჩვენი პარტნიორი დაზარალდა ან ასე შემდეგ. ან კონკრეტულად ყოფილა პირობითად საკონსულტაციო კომპანიის როგორც GeoSafety-ის ბრალეულობა, ხო? მაგრამ ხო შეიძლება იყოს შემთხვევები, რომ აღსრულების ნაწილი იყოს პრობლემა, ასეთ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორს სავარაუდოდ ვერავინ ვერ შეთავაზებს იმ ხარისხს, რომ ყველა ვარიანტი სანქციებიდან დაიცვას, ხო? კი ბატონო, თუმცა ის სეგრეგირება არ ხდება რაღაცა ჩვენ შემთხვევაში კომპანიის და ბიზნეს სუბიექტის ესე რომ რაღაცა თქვათ ცალკე კომპანია არის და კონსულტაციას აძლევს და ცალკე თქვათ დამკვეთი კომპანია არის, ფაქტიურად როგორც შიდა დასაქმებული და ერთიანი ინტერესის გამტარი კომპანია, ესევე თანამშრომლობ კომპანიებს შესაბამისად მათ ინტერესებსაც ვიცავთ სულ თქვათ აღსრულებაში ძირითადად უმრავლესობა კომპანიების მოყვება ყველაფერზე რა არის კრიტიკული დარღვევა იმაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას აკეთებს ესეც იმის დამსახურებაა რომ კოორდინატორი თქოს შესაბამისი რომელიც მსგავს გაფრთხილებებზე სპეციალურად ზარსახორციელებს და ეუბნება რომ ეს არის სწრაფად გამოსასწორებელი ამაზე შეგიძლიათ რეაგირება გააკეთოთ დაუყოვნებლივ და ასე შემდეგ ეს არის იდეაში საკონსულტაციო კომპანიის ნიშა და სწორედ ამ რესურსს თავაზობს საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს ოპერატორს, როგორც არის იურიდიული მომსახურება, როგორც არის თქვენ სურსათმცემლობის მომსახურებაც გაქვთ, ხასპის მომსახურებაც გაქვთ და კი გაქვთ მოკლედ რამდენიმე ისეთი საინტერესო კორპორატიული შეთავაზების გაკეთების შესაძლებლობა, რაც ბიზნესისთვის კომფორტულია რა. იდეაში მე რო ვიყავ ხა დიდი ბიზნეს ოპერატორი ჩემთვისაც კარგია, რომ ერთ საკონსულტაციო კომპანიასთან მქონდეს ურთიერთობა, რომელიც იურიდიულადაც მომსახურება, რომელიც გამომიყავს შრომის საფრთხეების სპეციალისტი და რომელიც დამინერგავს ხასპს. კარგია რომ ხასპი ახსენეთ, სურსათმცემლობის მიმართულებითაც ესე ვთქვათ, საკმაოდ ბევრი პარტნიორი ყავს დაახლოებით 600-მდე ესე ვთქვათ, საკვებ ობიექტს უწევთ მომსახურებას. აქაც ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ანუ აქამდე ბაზარზე იყო ერთჯერადი მომსახურების შეთავაზებები, რომელიც ნერგავდა ვთქვათ, ხასპის სისტემას, შემდგომ უკვე აღარ ახდენდა მის კონტროლს და ერთი წლის მერე ან იცვლებოდა პერსონალი, ან ინფრასტრუქტურა შეიცვლებოდა, ან მენიუ შეიცვლებოდა რესტორანში თუ სასტუმროში თუ ასე შემდეგ და შემდგომ ის დოკუმენტაცია უკვე ბიზნეს ოპერატორისთვის აღარ იყო მისაღები. კახა, როგორც ყველა სფეროში რეალურად და ყველა აღსრულების ნაწილში, რაც გულისხმობს ახალი კანონი, ახალი რეგულაცია, საჭიროა მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამის აღსრულების მონიტორინგს განახორციელებს. რეალურად, როდესაც შრომის საფრთხეების კანონი შეიქმნა, წინდაწინო იყო ეს ყველაფერი დაზღვეული სახელმწიფოს მიერ, რომ შექმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ჯანდაცვის არსებული შრომის ინსპექციის სამსახური, რომელმაც პრაქტიკულად საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო გაწია ამ წლების განმავლობაში. შენი მხრიდან მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი ამ წლების განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მუშაობას და რა ცვლილებებს ხედავ ინსპექტირებებში წლიდან წლამდე. და როგორი იყო პირველი წელი კიდევ, აი 2019 წელიც რო გაიხსნა, რამდენად ხშირი იყო ინსპექტირებები და რა ტიპის ინსპექტირებები ხორციელდებოდა ძირითადად? კი ბატონო, როგორც იცით, როდესაც კანონი შემოდის, ყოველთვის სჭირდება ბიზნეს რაღაც პერიოდი იმისთვის, რომ ადაპტირდეს ამ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, დატვირთვაც და შემოწმებების არ იყო, ესე ვთქვათ, დიდი რაოდენობით თავიდან რესურსიც არ ქონდა ინსპექციის შესაბამისად. შემდგომ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც 100 კაცამდე შტატი გაუზარდეს ინსპექციას, დაიწყო ინსპექტირებები და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განახორციელეს. დღეს ალბათ თითოეული საკონსულტაციოს ამდენი პარტნიორი და ესეთი ზრდა ჩვენი საკონსულტაციო კომპანიების განაპირობა სწორედ იმან, რომ რეგულირება მუშაობს კარგად და მარეგულირებელი ორგანო მუშაობს კარგად. შემდგომ მოთხოვნების დაემატა იმის გარდა, რომ თქვათ ამოწმებდა და თქვათ 10-9 საკითხს ამოწმებდა თქვათ ინსპექტირება 2019 წელს, ეხლა უკვე შეიძლება 17 პუნქტამდე ავიდეს შემოწმების სია და ბევრად მეტი მოთხოვნა აქვს ბიზნესისადმი, ვიდრე ქონდა 2019 წელს. ასევე ეს ყველაფერი მოხდა ჯანსაღად, არ მოხდა რაღაც უცებრო ბიზნეს ვერ მოესწრო ადაპტირება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითად ვაფასებ მათ მუშაობას ამ მიმართულებით.
კი, საკმაოდ პრაგმატულად მუშაობს შრომის ინსპექცია დღესაც და მე კარგად არ მახსოვს, ალბათ თქვენ უფრო კარგად გემახსოვრებათ ის პერიოდი, როცა ინსპექტირებების შედარებით უფრო ნაკლები იმიტომ იყო, რომ ფიზიკურად შტატი არ ყავდა შრომის ინსპექციას იმ ხელა რამხელაც დღეს ყავს. და ალბათ მაგ დროსაც იხელთეს, რომ ვაი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა და რაღაც სასაცილო ფასებად უდებდნენ ხელშეკრულებას ბიზნეს ოპერატორებს და იდეაში არაფერს არ აკეთებდნენ და ეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი გადააქციეს რაღაც ეგრეთ წოდებულ, არ მინდა ეს ჟარგონი გამოვიყენო, ქოდან რო იწყება. ქსივად გადააქციეს, მოკლედ რომ რახან შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატს დავებდნენ ობიექტზე, ეგონათ რომ ბიზნეს ეგონა რომ ყველაფერი მოგვარებული იყო. მე როცა დავიწყე შრომის უსაფრთხოებაში მუშაობა, მახსოვს რომ ძალებულად ამ გაყიდვების მენეჯერი ვიყავი და დავდიოდი ქუჩაში ეს სტილი მქონდა და პირდაპირ შევდიოდი მოკლედ ობიექტზე და შრომის უსაფრთხოების ოფერი მაქვს რომ მეუბნებოდნენ რომ არაო ჩვენ კამერებიო ძმაო გვიყენიაო და ყველანაირი უსაფრთხოება არისო ჩვენთანო დაცულიო დაჟეო დაცვის სამსახურიც ყავსა და მე რომ უხსნედი რაღაც მათთვის გასაგებენაზე მე მახსოვს რომ ეს ბათუმში იყო უფრო აი ეგ შემთხვევა ბათუმში იყო რომ თან რამდენიმე ობიექტმა ეს პირდაპირ სერტიფიკატი გამომიტანეს დღემდე მახსოვს იმ ადამიანის სახელდაბარი სერტიფიკატი გამომიტანეს და ჩვენო ყავსო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იმ ადამიანის სახელდაბარი რო გახსოვს უბრალოდ ყველგან ერთი ეგ ადამიანიც გამოგიტანეს აბსოლუტურად ოღონდ ისინი არ ქონდათ სახანძრო ბალონები არ ქონდათ არაფერი არ ქონდათ მსგავსი პრეცედენტები ხდებოდა და ხდება ყოველთვის ბაზარი დაარეგულირებს ამ ყველაფერს უბრალოდ როდესაც ესე ვთქვათ ინსპექტირებების ციფრი გაიზარდა ეს საკითხიც მკვეთრად დარეგულირდა იმიტომ რომ შესაბამისად ესეთმა ფიზიკურმა პირებმა ვერ დააკმაყოფილეს ის მოთხოვნები რომელიც ქონდა ინსპექციას და ამ დროს გამოჩნდა მათი კვალიფიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც არის შესაძლებელი სფეროში, თუნდაც აკრედიტაციის მხრივ. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელია თუნდაც ჩვენს ვატარებთ კურსებს, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი არის საჭირო იმისთვის, რომ სპეციალისტად შედგეს ადამიანი, ის კურსი, რაც ეხლა აკრედიტირებული პროგრამით არის, ესე ვთქვათ, დადასტურებული და რა პროგრამითაც ხელმძღვანელობთ, მე ვფიქრობ, რომ არ არის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რაც კანონს და მარეგულირებელს აქვს კომპანიებთან და ბიზნეს სუბიექტებთან, რაც სჭირდება მათგან. სპეციალისტი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ დაამთავრებს სამთვიან კურსი იქნება და პრაქტიკულ ნაწილსაც, ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება, ესე ვთქვათ, თავისთავად დამოუკიდებლად გასვლა გაუჭირდება. ფაქტიურად ეგის დადება. ფაქტიურად ომის პოლიგონზე გადის, აი სამშენებლო სექტორში. სექტორში ძალიან მაღალი რისკის სექტორში რო გადის, საკმაოდ რთულია. საკმაოდ საინტერესო თემა შევეხეთ და ნუ ჩემი შემდეგი კითხვაც იდეაში ასეთვის ეხება ამ ყველაფერს. შენ ახსენე დაუბრუნდეთ რამდენიმე კითხვის უკანდელ საკითხს, რომ ჩვენი როგორც კომპანიის ასე ვთქვათ ნიშა არისო სამი რგოლის შართულობაო რა. რომ ნუ ყველაფერი ისე არის გამართული, რაღაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ დაზღვევად ყავს ზევიდან კიდევ სამი რგოლი. თუმცა ამ სამი რგოლის გარდა აუცილებელია საიტზე ვინაკეთებს ხო საქმეს, თუნდაც ობიექტზე ვინაკეთებს ვიზიტს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ეხლა ვსაუბრობთ კვალიფიკაციის ნაკლებობაზე და ასე თუ ისე ბევრ კითხვაში გავიმეორეთ ეს, რომ მეტის სურვილს ტოვებს, თუნდაც ეს ფიზიკური პირები, ის სერტიფიკატიანი ადამიანები, ვინც ტოვებენ, ამ ფასს აგდებენ, ამ მომსახურების ხარეს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს სპეციალისტები ასე თუ ისე საკონსულტაციო კომპანიებშიც მიდიან დროთა განმავლობაში და ბაზარი ივსება, ხო? ახლიდან და შემდგომ ისე ხდება გადანაწილება. შენი როგორც შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი, აი როგორი უნდა იყოს კადრი, რომ უბრალოდ ჩაერთოს შენს უკვე გამართულ სისტემაში, შენს კომპანიაში და გახდეს ერთ-ერთი რგოლი. ეს არის ჩვენი საფირმო შეკითხვაა ეს. ხო, საფირმო შეკითხვა და მით უმეტეს ძალიან პასუხობს, რომ საკონსულტაციო კომპანიის ედი ყავს და ეს ამ კითხვის გარშე უბრალოდ ვერ გაგიშვებთ. ძალიან იშვიათია, ესე ვთქვათ, სპეციალისტი, რომელიც აკეთებს ასევე ყველა დოკუმენტის მომზადებას, რისკების შეფასებას, გაზომვით სამუშაოებს, იგივე სამართლებრივად ხელსაწყოებთან მოპყრობა იცის, სწავლების ჩატარებას და ასე შემდეგ, სრულყოფილი რო იყოს და სრულყოფილად შეძლოს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქვს დღეს შრომის ინსპექციას, ესე ვთქვათ, 17 პუნქტიდან შეასრულოს მინიმუმ. კლიენტზე არ ვსაუბრობთ, ხო? კი ბატონო, ძალიან იშვიათია რომ მსგავსი სპეციალისტების არსებობა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენთან ვინც
მოდის, შეიძლება მსგავსი კვალიფიკაცია არ ქონდეს, თუმცა შეუსვათ ეს ზუსტად იმ რესურსის დახმარებით, რომ იურისტი დაეხმარება, აუხსნის ყველაფერს, პლუს დავიწყეთ ძალიან კაი პროგრამა, რომელიც შიდა გადამზადებებს უფრო ინტენსიურს გახდის და მიიყვანს ყველა ჩვენ თანამშრომელს იმ დონემდე, რომ თავიდან ბოლომდე force majeure-შიც არ დაიბნეს, იცოდეს როგორ უნდა მოიქცეს უბედური შემთხვევისას, მოკლედ როგორ ხდება ინსპექტირებისას რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. გასაგებია, ხა ჩვენი მეორე საფირმო შეკითხვა, შეკითხვას აბსოლუტურად ყველა სტუმარს, არც ერთ სტუმარი არ გაგვიშვია შეკითხვების გარეშე. დღეს როგორ ფიქრობ, ბაზარზე ხო არ არის მოთხოვნის და მიწოდების დისბალანსი, ანუ ხომ არ არის იმაზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიდრე საჭიროა, ან პირიქით, ხო არ არის იმაზე ნაკლები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიდრე საჭირო. Რა თქმა უნდა, მე მაქვს ყურადღება გამახვილებული კვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ალბათ ეხა კომპანიაშიც შემოდინება და გადინება გექნებოდათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების და რაღაც ანალიტიკა თუ გაქვს ამ ყველაფერზე შედგენილი. ამ საკითხთან დაკავშირებით მე თქვენივე გადაცემიდან გავიგე, რომ 5000-მდე სპეციალისტია დაახლოებით გადამზადებული, ადრეც მქონდა რაღაც ინფორმაცია დაახლოებითი ციფრების შესახებ. იმაზეც იყო საუბარი, რომ თქვათ, ყველა სპეციალისტი არ არის დასაქმებული და ასე შემდეგ, თუმცა როგორც სხვა პროფესიაში, როგორც ყველა იურისტი, ვინც ამთავრებს ვერ საქმდება, როგორც ყველა ექიმი ვერ საქმდება, ბევრი პრობლემა გვაქვს, ესე ვთქვათ, განათლების მხრივ. აქაც მე არ ვფიქრობ, რომ კარგმა სპეციალისტმა შეიძლება კარგი სამსახური ვერ იპოვოს. ეს არის ჩემი მიდგომა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ვინც მოსულა, შესაბამისი კვალიფიკაციით, ყველა დასაქმებულა ძალიან კარგ პირობებზე, ესე ვთქვათ, ჩვენ კომპანიაში და თუ ჩვენთან არა, სხვასთანაც მაინც საქმდებიან, ესე იგი დეფიციტი არის კარგი სპეციალისტების და არა სპეციალისტების, ესე ვთქვათ. მიწოდებას რაც შეეხება, ჩვენ ვცდილობთ, რომ ესე ვთქვათ, ყველა სეგმენტს, ყველა ბიზნეს ოპერატორს მივაწოდოთ ინფორმაცია, საკმაოდ დიდი გუნდი ყავს, ვინც მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი სერვისი გაავრცელოს, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობა დაანახოს სხვადასხვა კომპანიებს, თუნდაც დაბალი რისკის შემცველ ობიექტებს, საშუალო რისკის შემცველ ობიექტებს, მაღალსაც და ასე შემდეგ. მიწოდების პრობლემა არ გვაქვს, სისტემურად მუშაობთ ჩვენ და შესაბამისად მუდმივად ვამზადებთ კადრებს იმისთვის, რომ თქვათ, რამდენი პარტნიორი დღესდღეობით დაახლოებით 1000 პარტნიორი კომპანია ყავს, რაც რეალურად 8000-მდე ობიექტს მოიცავს. ჩვენ დავიწყეთ შრომის უსაფრთხოების მომსახურებით თავიდან, თუმცა შემდგომ დავამატეთ სურსათმცემლობის მომსახურება, სახანძრო უსაფრთხოების მხრივ კონსულტაცია და მომსახურება, იგივე დეტექციის სისტემის დაყენება, სუსტი დენები და ასე შემდეგ, ასევე დავამატეთ სულ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების კუთხით ოფიცრის მომსახურება, სადაც ასევე ლიდერები გავხდით მომსახურების სფეროში, დაახლოებით 300-მდე პარტნიორი ყავს აღნიშნულ სფეროში და სხვადასხვა სფეროს, ესე ვთქვათ, შევთავაზეთ ყველა ის ვარიანტი, რომელიც იქნებოდა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი. ფინანსურათაც და ხარისხის მხრივაც. შესაბამისად გავაკეთეთ კომბინირებული პაკეტები იმის მიხედვით, ვის რა საჭიროებები ქონდა. ამან განაპირობა ალბათ დღეს რომ უკვე 1000 პარტნიორზე მეტი ყავს უკვე შეიძლება ითქვას და დაახლოებით ლოკაციურად მე მგონი თუ არ ვწდები 7-8000 ლოკაცია არის ქვეყნის მასშტაბით, რასაც მე მსახურობ. სიმართლე გითხრა, ფიქრობ ჯეოსეივს აქვს კიდევაც იმის პრეტენზია, რომ თქვას, რომ ლიდერი კომპანიაა ბაზარზე, ისეთ ციფრებზეა უკვე საუბარი. რასაც მე უყურებ და ვისმენ, მრავალპროფილური კომპანიის კონცეფციაა ჩამოყალიბებული, რომელიც არ არის დამოკიდებული რაღაც კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვაკანსიების საჭიროება დარწმუნებული ვარ დგას, იმიტომ რომ როცა იზრდება კომპანია, იზრდება მოთხოვნა, რომ კადრიც დაიმატო. ჩვენ გვისმენს ძალიან ბევრი ისეთი სპეციალისტი, რომელიც ან ვერ საქმდება, ან ბოლო კურსია, ამთავრებს უკვე სასწავლო პროცესს და ფიქრობს სად დასაქმდეს. რო გითხრა ჯეოსეივთის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ თუ გაქვს ან თუ აპირებ მომავალში ამის გამოცხადებას, რომ ჩვენი მსმენელი იყოს ინფორმირებული ამის თაობაზე და ყურადღება გამახვილოს იმაზე, თუ სად შეიძლება ამ ყველაფრის მოძიება. კი ბატონო, აღნიშნულ საკითხზე ჩვენ გადადგმულიც გვაქვს ბევრი ნაბიჯი, თუნდაც ის რომ ჯიპას პრაქტიკულ ნაწილს, ესე ვთქვათ, სტუდენტები გადიან ჩვენთან, ხოლო შემდგომ ვინც ესე ვთქვათ, კარგ დაბეჭდილებას დატოვებს და მონდომებული კადრი იქნება, აუცილებლად საქმდება ჩვენს კომპანიაში, ბევრი მაგალითი ყავს ამის, თუნდაც წინა წელს დაახლოებით
დაგვემატა 40-მდე ადამიანი, 40-მდე სპეციალისტი სფეროში, რაც საკმაოდ დიდი ციფრი არის პატარა ციფრი. შესაბამისად, მუდმივად ვფიქრობთ, რომ აი მსგავსი კადრები, რომელსაც დიდი რესურსი აქვთ, ესე ვთქვათ, მე უფრო მეტად ვცდილობ, რომ სპეციალისტებში დავინახო პასუხისმგებლობის ცნობა, მონდომება და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან თუ მოვა, შეძლებს ყველა იმ კომპონენტის აღებას, კვალიფიკაციის მხრივ თუ მოინდომებს, რაც მას სჭირდება. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკაა, საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, საკმაოდ დიდი პრაქტიკის მიღება შეუძლია, ყველანაირი ობიექტის ნახვა შეუძლია ჩვენ წამყვან სპეციალისტებთან ერთად და თუ ადამიანი მოინდომებს, ესე ვთქვათ, დამწყები სპეციალისტიც რომ მოვიდეს, სულ რაღაც 6 თვეში შეუძლია ძალიან დიდი პრაქტიკა დააგროვოს. ჩვენი YouTube პროექტის პარტნიორია პირველი შრომის საფრთხეების პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოს SafePro. კახა, რა გსმენია SafePro-ზე და გქონია თუ არა მასთან შეხება? აღნიშნული პროგრამის შესახებ ბევრი მსმენია, ყოველთვის დადებითი ფიდბექი აქვს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა მომხმარებლებისგან, თუმცა მე პირადად არ მქონია შეხება და არ მინახავს მისი მუშაობა, ესე ვთქვათ, თუმცა სხვადასხვა კომპანიაში მოლაპარაკებისას გაჟღერებულა, რომ მსგავსი სოფტით სარგებლობენ და ძალიან კმაყოფილები არიან, ასე რომ ვიცი, ნებისმიერ ესეც ამოწყება ხელს შეუწყობს თუნდაც სპეციალისტის განვითარებას, თუნდაც საკონსულტაციო კომპანიის, თუნდაც ავკოს მუშაობას სხვადასხვა პარტნიორებთან. ამ პროგრამამ საფუძველი დაუდო იმას, რომ მომავალში შეიქმნას მსგავსი სოფტები, რომლებიც შექმნიან კონკურენციას ერთმანეთში და განვითარდება, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც შეუწყობს შრომის უსაფრთხოების სისტემებს მუშაობაში ხელს. კახა, ჩვენმა მაყურებელმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიიღო GeoSafe-ზე, თუ იმაზე თუ რა განვითარების ეტაპები განვლო კომპანიამ, რა მომსახურებები გაქვთ და როგორ უყურებთ მომავალს. რა გეგმები გაქვთ, ესეც რომ გაგვეზიაროთ ჩვენს მაყურებელს, ბევრ საინტერესებს დარწმუნებული ვარ შრომის უსაფრთხოების ბაზარზე ეს ყველაფერი. საკმაოდ ბევრი კომპანია დარჩენილი, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სისტემები, პერსონალური მონაცემების კუთხით სისტემა, სურსათმსოვნებლობის სისტემები არ აქვს დანერგილი კომპანიაში, სახანძრო უსაფრთხოება არ აქვს გათვალისწინებული, ჩვენი ინტერესია, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საჭიროებების შესახებ, შევთავაზოთ საუკეთესო შეთავაზებები, გავიჩინოთ მეტი პარტნიორები და რა თქმა უნდა, პარტნიორების დასთან ერთად ხარისხი იყოს ყოველთვის მაქსიმალური და დამაკმაყოფილებელი ჩვენი პარტნიორებისთვის. წელს დაახლოებით ტენდენციას თუ ნახავთ, 70%-მდე გვაქვს ზრდა კომპანიების და პარტნიორების ზრდის მიხედვით, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, თუმცა ამ ზრდასთან ერთად მოვახერხეთ, რომ ხარისხით შეგვენარჩუნებინა შესაბამისად და ტექნიკური გუნდის და გაყიდვების გუნდის შერწყმა გავუკეთებინა იდეალურად. ჩვენი პრინციპიც ეს არის, რომ ზრდასთან ერთად ხარისხი გავაუმჯობესოთ და არა პირიქით, რომ თქვათ პარტნიორები გავიჩინოთ ბევრი და ხარისხმა დაიწიოს მომავალში. ასე რომ ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი ბიზნეს ოპერატორი გავხდეთ, ჯერ მცირე ბიზნესიდან საშუალოში გადავედით და საშუალოდან დიდში და ფართოვდებით ესე ვთქვათ და იმედია ზრდას არ შევწყვიტავთ სამომავლოდაც. კახა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო Safe Corner-ის გუნდის სახელით აქ მოსვლისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მეგობრებო, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ უსაფრთხო კუთხის არხი, ჩვენ უკვე 560 გამომწერი ყავს დაახლოებით და ამ 560 გამომწერიდან დაახლოებით ალბათ 70%, 80% იმედი მაქვს, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები არიან. შეიძლება უფრო 1000 გამომწერზე iPhone 15-საც გავათამაშებთ. 1000 გამომწერზე ვათამაშებთ PlayStation 5-ს. აუცილებლად გააქტიურეთ ასევე ზარისღილაკი. ჩვენ კი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უფრო საინტერესო კონტენტით დაგიბრუნდეთ სამომავლოდ. არ გვინდა რომ მხოლოდ და მხოლოდ პოდკასტები შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ თავი გავაცანით, პირველივე საპილოტო ვერსია რო ჩავწერეთ, თქვით რომ ვართ YouTube პროექტი და არა YouTube პოდკასტების სერია. შესაბამისად, ჩვენ უკვე მუშაობთ იმაზე, რომ ძალიან მალე გასვლითი საველე სამუშაოები შევთავაზოთ. ჩვენ საუბა გვექნება, რომ თქვენ მხრივ თუ რაიმეში დაგჭირდებათ პრაქტიკულ ნაწილში გასვლით ღონისძიებებზე, ესე ვთქვათ, გადაღება და ასე შემდეგ, ჩვენ ჩავერთვებით ამ საკითხში სიამოვნებით, დაგეხმარებით ყველაფერს. და დასასრულს მინდა რომ დამწყებ სპეციალისტებსაც მიმართოთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიაროთ კონსულტაცია Facebook-ის საშუალებით უსაფრთხო კუთხესთან. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, არ მოგერიდოთ, მოგწერეთ უსაფრთხო კუთხის გვერდზე.